საქართველოს მოქალაქეებო, მადლობას გიხდით არჩევნებში აქტიური მონაწილეობისათვის. თქვენმა ასეთმა მაღალმა აქტიურობამ ნათლად აჩვენა, რომ თქვენთვის პრეზიდენტის არჩევა პრინციპული და მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. მადლობა მინდა გამოვხატო სადამკვირვებლო მისიების მიმართ, რომლებმაც კომპეტენტურად და მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს თავიანთი საქმიანობა. ასევე მადლობა მინდა გითხრათ მედიას, რომელიც ამ არჩევნებს ინტენსიურად და კვალიფიციურად აშუქებდა. გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით და აგრეთვე სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე მინდა შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე. და ერთ მნიშვნელოვნად თქვა, რომ საქართველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს ამ სტანდარტით. ვულოცავ საქართველოს არჩეულ მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ვუსურვებ წარმატებას და აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ როგორც კი ქალბატონი სალომე დაასახელებს პასუხისმგებელ პირს, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, საქმის გადაბარების თაობაზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე. ღმერთმა დაალოცოს ჩვენი სამშობლო საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი. მადლობა.